მოვედი. ეხლა გაჩვენებთ რას ვაკეთებ. ეს წამოვადუღე. 5 წლია. გადავუწურე. და ნახევრად არის უკვე მოხარშული. მაგრამ მე მინდა რომ შევწვა. არის ძალიან ისა რა ქვია, დიდები რა. ძალიან გუძლებია და ესე მინდა რომ გადავჭრა ეხლა სულ ცოტათი დავაპატარაო, დავაწვრილო და შევწვა. წვათივით. გიასთვის ვაკეთებ ხა მიაღას გოგო. ჩვენ უკვე მივიწვით, კვერცხი შევიწვი მე, კარტოფილი შევუწვი ბიჭებს. ამას ვაკეთებ გიასთვის. მოვა ახლა შესვენებაზე და რამე რო დავახვედროთ. კარტოფილი მაქვს საყიდელი. მომელია და წყალი გადავავლე, ის პირველი რაც წამოიღო, ხო იცით ძალიან ბევრი ისა აქვს ხოლმე ქაფი. წამოიღებს ხოლმე ძალიან ბევრ ქაფს. ხო და მაგას მე თითქოს ვეღარ იწვება რა, კარგად ვეღარ მოაცილე და გადავავლე ცხელი წყალი. შევწვა. შესვენებაზე მოდის ხოლმე, ანუ გარეთ გოგოებო. არ ვიცი აი რა უნდა ჭამო. ვერაფერს ვერ შეჭამ ისეც, თან იგიას ხო ის ქონდა ცოტა პრობლემა ადრე კუჭზე და ისე მეშინია პერაშკებისა და გარეთ გაკეთებული სახლისა არა, სახლისა არ არის პრობლემა. აი 1000 ჯერ წავენ ერთი და იგივე ზეთში და თუნდაც ფენოვანი მწარია ხოლმე. ხანდახან აი რომ იყიდი არის მწარე, იმიტომ რომ ტაფებსაც ალბათ არ უვლიან ისე როგორც საჭიროა, რომ ტაფებზეც აცხობ. ხო და არის ხოლმე მწარე. და გიას რო პრობლემა ქონდა ეს კუჭის ისა რა ქვია ტკივილები და შეტევები ძალიან მაგრად მეშინია მე მაგის. რომ ან არ გაუმეოროს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია გამოვცადეთ და მირჩენია რომ სახლში მოვიდეს. სულ უბრალო საჭმელიც რომ მქონდეს, სახლში ჭამოს. არა გარეთ. ხელდეს ერთი ეს ზეთი. ანუ უბრალოდ წამოვადუღე ამას კიდევ უნდა მოხარშვას. დაბალზე გაცეცხლე და მე მობრაც.
დავაცდი ახლა მე მაგას. დაბაცი. მოყოლე და დავაცდი. ჩაიშუშოს და მე შეიწას ბოლოს ხახს მოვაყრე, იქნება უგემრიელესი. ეს მოეწონება. სასწაული ამიდია გარეთ. სასწაული ამიდია მათთვის რომ ჩადი მეთქი და რა. ეხლა ხო ისა დასვენება და ეს დასვენება მეთქი გამოიყენე მეთქი რომ ითამაშო. ხოდა მომივა ჩაიცა. მოგლამკლავიანებით არიან. კი, წადი დედი, წადი. მე გადმოგხედავ მე ფანჯრიდან. წადი დედიკო. ხოხები არიან მკლავებიანი მაიკებით. ძალიან ცხელა. მე ხო ეგრე არ გავუშვებ. სპორტულებიაცია. სარეცხი გავფინე გოგოებო ნაწილი. წავედი ხა თამკრეფავ თავფენა. ეს მოჩა, ესე გამოიყურება რა ვიცი გოგოებო. რომ მოვაგია, მოვაჭიხო ხსაც ბოლოს და ითმევს. ემჭი წავიდა დაბლა. წავიდა. ეს აქ უნდა მოვიღო ამ თეფშზე. ის რა ქვია. მოვიდა და კარგად შევწვი. თან სუნი არ მოეწონა მათ ეს იმიტომ უფრო წავიდა მე მგონი დაკლა რომ აუდეთ არა ცუთის. ამის სუნი არ მოეწონა. არაფერი ცუდი სუნიც არა აფრიკა. საერთოდაც არა. შვენიერი. ერთით გემრიელი სუნი აქვს. წავედი. წვადი. ნესვიდა საზამთრო მაქვს იქითი და პიტმისა და მისაღებში. ოფემ დაგეჭეს და პიტნის კევი მიყვარს, როცა ის არის რა ქვია. 1-5 წუთის მერე თავიდან ვირავს უნდკავ ხოლმე, ისეთი მწარია. ეს თავიდან მიგრიქია. მოვიტანე უკვე საჭმელი ხათებსაც მოგიტან და მოვდივარ. კი. მოვიდი და ერთი კომენტარი უნდა წაკითხოთ გოგოებო. რომელსაც რამდენი ხნის წინ გამოვაქვეყნე. 2 საათის წინ გამოვაქვეყნე მეგობრებო და უკვე 6 ლაიკი აქვს. შეიძლება ეს კომენტარი 1 კვირის წინ, 2 კვირის წინ არ გამომექვეყნებინა და წამეშალა. ხვალიდან ყველა კომენტარს ვაქვეყნებ, დაწერეთ. მინდა გამოჩნდეს კარგად ადამიანები რა მდგომარეობაში არიან, სად არიან. ეხლა წავიკითხოთ რა შინაარსისა. სულ გიყურებ, მაგრამ უკვე ძალიან რომ იტყვიან გაუტიე, ჯერანაირად არის დაწერილი, ხომ მეტყველებს მის ზრდილობაზე, კულტურაზე. მარტო შენზე უნდა იფიქრო? ასეთი შინაარსისა. მარინა. ძიგანიძე მარინა. სად არიან ადამიანები? ჯერ პირველი ხიდან დავიწყოთ, რომ ეხლა იმ წუთშიც ნიკას გვასწრებაში უწვა. ჩემზე ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ მე მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობ.
ეს არის აშკარა ნათელი გოგოებო. ეს არის ნათელი, მაგრამ ცოტათი მაინც რო დაიწყებ შენ თავზე ფიქრს. ვიღაცეები ზიან სახში, რო დაიწყებ განვითარებას, რო დაიწყებ ამოსვლას ჭაობიდან, რო დაიწყებ ამ ყველაფერს. ერთ ადგილზე რო იდგე, კი არავინ არაფერს გეტყვის. ან რო ეფლობოდე, არც მაშინ. თუ დაიწყე ამოსვლა, всё. კი არ იფიქრებე, რომ მოდი ჩვენც მივბაძოთ, ჩვენც ამოვიდეთ. ეს ადამიანი, ვინც ეს დამიწერა ზიის სახში და ანუ ერთ ადგილზე დაწუნებული ვარ თვითონაც, აი ეს ერთ ადგილზე, ან უფრო უარესად, რა ვიცი, ხო, არ ვიცი რა მდგომარეობა აქვს, მაგრამ კარგი არა. ხო და რო დაინახა, რომ ვიღაცა ამას ცდილობს, რომ გაიუნჯობესოს ცხოვრება, ამოვიდეს იქიდან, საიდანაც უნდა ამოსვლა, ან უკეთესად, აი ესე რო ვიცხოვრო, აი ესე რო დავბერდე, ხმას არავინ არ ამოიღებს ამ პირობებში. მაგრამ მე ვცვლი ჩემ ცხოვრებას. ვცვლი და მორჩა, ეს გადავწყვიტე, გამოვაქვეყნებ ესეთი შინაარსის კომენტარებს დაწერეთ, რაც შეიძლება მეტი. გამოვაქვეყნებ, მინდა რომ კარგად გამოჩნდეს. და ისინი ვინც ალაიქებენ ხო, საერთოდ იმის ისიც არა აქვთ, რომ დაწერონ თვითონ. გამბედაობა. არავითარ შემთხვევაში ცუდი სიტყვები. ეგეც კი მოქმედებს ადამიანის აღზრდაზე, ყველაფერზე, თუნდაც ჯარგონული სიტყვები, ჩემი პირიდან ვერ გაიგებთ ეს რაღაც. ვერასოდეს. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ, გოგოებო, ეს ჩემი ხედვა ასეთი და მე ვიმსახურებ. ყველაფერს საუკეთესოს. კიდე უფრო ვწმუნდები, რომ სწორ გზაზე ვდგევარ. აი ეს რაღაცეები, რომ მოდის, უფრო ვწმუნდები ხოლმე, რომ ჟანა, მიდი, გააკეთე, იცით რატო? ეს ხო ერთმა დაწერა და გამოვაქვეყნე და ეხლა სხვები ხო ხედავენ ამ ყველაფერს და ვიღაცებს მართლა უნდათ, რომ ჩემსავით ამოვიდნენ იქიდან, სადაც არიან და ვიღაცამ შეიძლება მომბაძოს კიდევაც ამაში, რომ აღარ უნდა იქ ყოფნა, სადაც არის და უნდა განვითარება, უნდა წინ წასვლა, ერთი და იგივე ადგილზე რამდენი ხანი უნდა იყო ხო ადამიანი გაჩერებული, მაგრამ ზოგი როგორ არის ნახეთ, რო დაიწყებ ამოსვლას, გარტყავს რომ უკან ჩაქფლას. აი ზოგი ეგრეა. გარტყავს რომ უკან ჩაქფლას. მე კამითხა კოცხი შემიწვიდე და სუნელებით. მე ჩემზე მაგას ვერავინ ვერ იტყვის, მარტო ჩემ თავზე ვფიქრობ. პირიქით. ყოველთვის ვფიქრობ ყველაზე გარდა ჩემი თავისა. აი ახლა კი ნამდვილად დავიწყე ჩემ თავზე ვფიქრი და ფიქრი ზრუნვა და მიყურეთ თქვენ. კარგი გაგებით ვიძახი. ვინც გამომყვებით, ერთად ვიაროთ წინ, გოგოებო, იმიტომ რომ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ერთი და იგივე ადგილას, შარჩენილები, რამდენი ხანი შეიძლება ეს ყველაფერი. და ვისაც არ გინდათ და შულით წდებით, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ეს პრობლემა, თქვენს გაქვთ ეს პრობლემა, მაგრამ მე კი დავიწყე აქედან ამოსვლა და თქვენ ვერ აძლევთ თქვენ თავს მაგის უფლებას. აი რაშია იცი ის პრობლემა მაგაშია. იმაში კი არ არის პრობლემა, რომ თქვენ ახლა ჩემზე ინერვიულეთ, რომ ან ჩემ შვილებზე, რომ ეს თავზე ფიქრობს, თავის შვილებზე არა ფიქრობს. ეგ კი არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ თქვენს გაქვთ ეს პრობლემა, მაგრამ ვინც კი უშვებს თქვენ თავში, რომ
ამის გამოსწორება შეიძლება, ვერა, რა ძნელია, იცი? ეს ყველაფერი რომ ჯერ შენ თავში დაამუშავო, არ არის ეგ ადვილი. ადვილი ეგ არის. რო ჩაფლა ადამიანი, ჩაუკრა ყველანაირი სურვილი, თუ რა ვიცი, ყველაფერი. ადვილი ეგ არის და მე არ ვაპირებ გაჩერებას. მე უნდა ვიბწყინო და ვის ჩემთან ერთად ივლის ყველა ვიბწყინებთ ხო გოგოებო, ხო ესია? ჩვენ უნდა ვიბწყინოთ. ახლა რომელ სუნელთან ერთად უნდა. ამას მოდი პაპრიკა მოვაყარო თუ არ დაუმწარდეს ძალიან და ახლა უცხო სუნელი არ მოუხდება ნამდვილად დავაყაროთ. მარილ ცოტა მოვაყარე და პაპრიკაც. ძალიანაც არ გამომიშვებედაო და არც ძალიან ისაა რა ქვია. შვილი არ დატოვო. ესეთი ხუდა არ გამომცე ჩემ ბიჭმა. ასე რომ აი ესე. ნახავთ როგორ ვიბწყინებთ გოგოებო. ვისაც ერთმანეთს არ აქვს შურს. ოსი. ნახავთ თქვენ. ისეთი რთული არ არის ეს ყველაფერი, უბრალოდ უნდა დაიწყო. უნდა დაამთავრო ტყუილი დროის ფუჭად ხარჯვა, დღესაც ვისაუბრე მაგ თემაზე. ეგ ყველაფერი უნდა დაასრულო, უნდა დაიწყო ვარჯიში, ძალიან ეხმარება, უნდა დაიწყო წყლის დალევა. არ ვამბობ ახლა 5 ლიტრა წყლის არავისი მე ნელა ვუმატებ, აი ნახეთ ახლა წყალსასვა. იმიტომ რომ ვიცი რომ ძნელია რა ძალიან ბევრი წყალი ჩაისხა, ეს არ არის ადვილი, ჩემთვის არ არის და ვიცი ეს. წყლის დალევა, სხვანაირად ფიქრობ მერე, ტვინი გეხსნება. ღმერთო ჩემო, ეს არის სასწაული. ვარჯიშს რო იწყებ, წყლის დალევას რო იწყებ, მე კურსიც ვიყიდე ახლა, კურსი კი არ არის. ეს რაღაც დავინახე და ეს არის რა ქვია, ვიდეო ლექციებია, არ დაწყებულა ჯერ, აი უბრალოდ მოლოდინში ვარ და ეგეც კი მახარებს, გიას კურსი დაიწყო, რაც იყიდა და ის მიყვება ხოლმე იმას რა ქვია, ანუ უმსჯელობთ ხოლმე მე ერთად, მე და გია ყველაფერს ხო იცით რომ ერთად ვაკეთებთ და ძალიან გულშემატკივრობთ ერთმანეთს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ერთად მოვდივართ და რაღაცა ერთმანეთს ვაძლევთ ხოლმე რჩევებს, თუნდაც ის ტექნიკები რაც უნდა, რითიც უნდა შეძლოს რომ იმუშაოს ადამიანებთან. ამ ყველაფერს რაღაცნაირად ერთად ვამუშავებთ და მეც კი მითხარით რომ შენც ძალიან კარგი ფსიქოლოგი იქნებოდი, თუმცა ჩემთვის ეს სფერო ამისთვის ჯერ მე არ ვარ მზად. გია კი და ერთად რა ძალიან ბედნიერება ეს ყველაფერი გოგოებო რა დაიწყეთ. თუნდაც კურსიც რო იყიდოთ ძალიან კარგია ესეც. რაც გაინტერესებთ ახლა ყველა შეიძლება ფსიქოლოგია არ აინტერესებდეს. და სხვა კურსი აინტერესებდეს, დილასაც ხო ვთქვი ამაზე და დაიწყეთ. მე ვიყიდე იმაზე რა ქვია. მე ვიყიდე გოგოებო ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობაზე, როგორ დავიცვათ თავი და საერთოდ ხვალ დაიწყება ჩემი კურსი. ოღონდ იქნება ვიდეო გაკვეთილები და ეს არ იქნება პირდაპირ ჩართვები რა, ვიდეო გაკვეთილებიდან იმას ვიზავთ. ვისწავლი. ანუ და თქვენს გაგიზიარებთ ხოლმე ამ ყველაფერს. აღარ მენანება ჩემ სწავლაში, განვითარებაში, არც არასოდეს მენანებოდა. უბრალოდ ხო გეუბნებით, რაღაც მომენტში დახშული გაგონება, ვერ ფიქრობ მაგ ყველაფერზე და აუცილებლად დავიწყებ კურსების შეძენასაც. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ზოგი ძალიან ძვირიანი კურსებია და ეხლა მაგას ალბათ ვერ ვიყიდი, მაგრამ რისი საშუალებაც ამაქვს, რისი შესაძლებლობაც ამაქვს, რომ
ვიყიდო და შევწვდე, არ დამენანება გოგოებო, ჩემ განვითარებაში, სწავლაში ფულის ჩადება, არავითარ შემთხვევაში. არ დამენანება. და ამ ყველაფერს ვაკეთებ, თქვენს გიზიარებთ. თქვენს გიზიარებთ. ძალიან მიყვარხართ. უფასოდ რა თქმა უნდა, უფასოდ გიზიარებთ თქვენ ამ ყველაფერს, ხო? ესეც ხო სიკეთეა. მე ვიყიდე ის კურსი. პირადად გადავიხადე ამაში ფული, ვიწყებ ხვალი და გაგიზიარებთ თქვენს. ჩემთვის ისიც ძალიან დიდი ბედნიერება არის, რომ მომწერთ, რომ ჟანა, შენთან ერთად მოვდივართ ჩვენც და ძალიან დიდი мотиваცია ხარ ჩვენთვის, შენთან ერთად ვსწავლობთ, შენთან ერთად ვიზრდებით და ასე შემდეგ. ძალიან მიხარია ხოლმე ეგეთი კომენტარები, დღესაც მივიღე ზუსტად ესეთი კომენტარი, რომ ჟანა როგორ შეიცვალო, რომელიღაცა ვიდეოს ვუყურეო და არ ვიციო ესეთი ცვლილებაო, მართლა ყოჩაღო, ვფიქრობ, რომ საუბარის დახვეწეო, ჩაცმულობაცო, ვფიქრობ, რომ იმსაყურესო ეხლაო ამ ჩაცმულობაზეო აღარ გაიკეთებო, რაც მაშინ გეკეთაო, რომელიღაცა ვიდეოს უყურა, სოფელში ცხოვრობდი ჯერ და ესეთი ყოჩაღო რო აკვირდებიო ამ ყველაფერსო და სწავლობ. კი, მე არ მერიდება მაგისი რომ ვსწავლობ, ამაში უკვე ფულის ჩადებაც კი დავიწყე, ანუ ფულსაც კი ვიხდი ამ ყველაფერში, რომ კიდევ უფრო მეტად ვისწავლო, კიდევ უფრო მეტად დავიხვეწო. კი ბატონო. და მე ამ ყველაფერს ვაჩვენებ მე ჩემ გოგოებს, ვუზიარებ, გიზიარებთ თქვენ და ესეთი კომენტარები ძალიან სიამოვნებს, რომ მიწერთ, რა თქმა უნდა, თქვენ ემოციას სიმართლეს, ხო? სიმართლეა ეს. არავინ არ აძალებდა ეხლა ამ გოგოს, რომ ეს ყველაფერი დაეწერა და როცა შენ საქმეში რასაც აკეთებ, იხვეწები და ამას ხვები ხედავენ, ეს არის ძალიან სასიამოვნო. თუმცა ისეთებიც არიან ეხლა რაც წავიკითხე, მაგრამ დრო არის რომ ამ ყველაფერს ყურადღება აღარ მივაქციო, არც წავშალო ესეთი კომენტარი პირიქით იქნება. დაწერონ, ვისაც უნდათ. თუ არ შეცხვებათ, თავიანთი თავისა. დაწერონ. ესეც ნიკას ყოსცი, წავედი გოგოები, ძალიან მიყვარხართ. ძალიან მიყვარხართ, ძალიან ბევრი სიახლე იქნება ჩემთან. 2025 წელი, რომ მეუბნები ახლა აი ეს ქალბატონი რომ იწერს, რომ თან ძალიან უხეშად, რომ თურმე მე როგორღაც დამიწერა, რა ვიცი, გაუბერეო თუ რაღაცა დამიწერა, ხო? მსგავსი ესი არ არის 2025 წელმა მასწავლა, რომ ჩემ თავში რაღაცები უნდა ჩავდო. ჩემ თავს უნდა მოვუარო, მივხედო, ჩემი შვილები უნდა ხედავდნენ ამას. ეს ყველაფერი ჩემ შვილებმა უნდა დაინახონ, იმიტომ რომ ზოგჯერ რასაც ეუბნები, იმაზე უკეთესია, რომ ეს შენ თვითონ ასწავლო და დაანახო. ეხლა მე რომ ავიდეთი წავედი და დავდივარ დარბაზში, ამას რო ხედავს მათე ნიკა, უკვე მე მგონი ნიკას მე მივბაძე პირიქით, პირველმა მაგააკეთა და ეს დისციპლინა არის თუ არ ვიცი, აი ჩემი ბიჭი მეთქი მარტო კი არ მიყვარს ნიკა მომწონს როგორც აზროვნებს და რაღაცეებში მე მისგან ვსწავლობ. როგორი დისციპლინაც ჩამოიყალიბა და დარბაზში ერთ დღეს რო არაცდეს და ასე შემდეგ და კიდე რაღაცა მიზნები აქვს, თუმცა ეს თავისი საქმეა და მე ამას აქ არ გამიხილა. ეს ყველაფერი პირდაპირ მაოცებს მე მისი შემართება და შრომა. როგორი მშრომელი არის. სასწაულია ეს გოგოება. სასწაული. და ეს რო ვუთხარი წევან გაეცი რა. ვუთხარი ნიკოს მე ეს რაც დამიწერა ამ ქალბატონს.
სასაცილოა ეს მართლა. სად არიან ადამიანები? ჩვენ პირიქით უნდა ვუთხრათ, რომ მიდი გააკეთე. მიდი შენ ეს გამოგივა, მიდი შენ ამას შეძლებ. ძალიან მალე დავდებ მე შედეგებს. ძალიან მალე. და თქვენ ამას აინახავთ, ჩემო სიხარულებო, მიყვარხართ, გაგუცეთ და მშვიდობიანი ღამე ყველას.